ამ ვიდეოში ნახავთ. მოგესალმებით ყველას და მე დამწყები Minecraft content maker ვარ. დღეს უნდა ვიძიო შური ჩემ კლასელებთან. შურის ძიება ადვილი გადავწყვეტე. დამეწვა მათი სახლი და ამიფეთქა მათი ნივთები. ეს კი ის ოთახია, რომელშიც მე ვიმალები ხოლმე და ამ ოთახიდან ზუსტად უნდა გავიქცეთ. მოდი ავჩქაროთ ეს მომენტი. ეს კი ჩემი კლასელია, რომელიც ამ სერვერზე იყო მარტო. აქ კი ნივთები უნდა ავიღო იმისთვის, რომ ავაფეთქო მათი სახლი, ანუ TNT გავაკეთო. მოდი ამ მომენტსაც ავაჩქარებ. ჩვენი TNT-ც მზად არის. ეხლა შურის ძიების დროა. ეს ადგილი ნაპოვნია. ეხლა რაც თავარია, კარგად ავაფეთქო და უცებ გავიქცე. და რა თქმა უნდა, ცეცხლი წამეკი და მე ხო თაზო ვარ, აბა რა? ჩემი აზრით კვლავ ეს მომენტი უნდა ავაჩქარო, რადგან შემდეგ უფრო საინტერესო მომენტებიც იქნება. და კვლავ მე ხო თაზო ვარ, ცეცხლი წამეკიდა და დავიწყე სიკვდილი. მე გახსოვს, რომ საწოლიც გავტეხე მანამდე. სერვერის მთავარ ადგილას ვსპაუნდები, აი აქ. ამ მომენტში ნიკოლძე აზრზე არ არის, მე რას შვები. ამიტომ უნდა ვიჩქარო, რომ მივიდე იქ, სადაც ეს ყველაფერი ხდება. ნიკოლზი კვლავ ვერ ხვდება და აქ ვცდილობ ყურადღების გადატანას, იმით რომ ვკითხულობ აქ რა ხდება თქო. იგი ვერ ხვდება ეს ყველაფერი, რომ მე ჩავიდინე და მეუბნება ხო აქ რა ხდება, თვითონაც ვკითხულობ. ვცდილობ ისე ვქნა, რომ დაიჯეროს, რომ მე არ მიქნია ეს. გადავწყვიტე კვლავ ამიჩქარებინა, რადგან უფრო საინტერესო რამ იქნება წინ. და ზუსტად ის მომენტი. ეს არის ყველაზე ჭკვიანური მოქმედება, რაც ამ თამაშის დროს გამიკეთებია. დამიჯერეთ. ამავდროულად მე კვლავ თაზო ვარ, რომელსაც კვლავ კიდევ ერთხელ არ დაიწვა თავი. კიდე კაი აქ დინარე იყო. და ხო ვქვი რომ თაზო ვარ, მე იჭმს უყურეთ და მე რა შვი მე. და ისევ იქ, ისევ ის მანძილი, ისევ ის დრო, უკვე ნაკლები ცოტა, არ უნდა შემჩნიოს მან. გავიქეცით.
დაკვლავ დაუგეგმავი, მაგრამ ძალიან მაგარი მოქმედება ჩემ მხრიდან. გამიხარდა, ჩემი ნივთები აიღე, მეთქი ვსიო, მაგრამ ისო მოვკვდი. აი ის ლოგიკური რატო იყო. ეხლა კი ნიკოლოზი მიდის თავის სახლის სანახავად. ერთწუთიანი სიჩუმე, მან აღმოაჩინა ჩემი ასათი და იგი წერს უზნეო სიტყვას მესენჯერში და აი ამ წამიდან ყველაზე საინტერესო იწყება. მე ვცდილობ ჩავკეტო ის, იგი ცდილობს რომ გამოვიდეს, გამოდის, რადგან ჭედავს და მკლავს. აქ კი უბრალოდ უყურეთ ამ ყველაფერს. ჩემმა გეგმამ ზუსტად ჩაიარა როგორც მე მინდოდა. გაუტეხე, მინდოდა მე მომეკლა, მაგრამ სკელეტონმა დამეხმარა. გაუტეხე საწოლი, რის გამოც ვეღარ დასპაუნდა, ავიღე ეს ნივთები და გავიქეცი. და გამოიცანით რა? ისევ მოვკვდი. აქ უოჭველი მივასწრებდი, შანსი არ ქონდა იმას. გავიქეცი და სამუდამოდ დავიმალე. გამოიწერეთ ერთხელ, მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.